მეგობრებო, ეს არის back to school ვიდეო. ჩემს ბავშვობაში ძალიან ბევრი იღებდნენ ხოლმე back to school ვიდეოებს და ამიტომ მეც გადავწყვიტე რომ გადამეღო თან ეს ბოლო წელი არის ჩემი სკოლაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. დღეს შევიძინე საკანცელერიო ნივთები და ახლა გაჩვენებთ. აი ეს იყო ჩემი ნივთების ლისტი, რაც უნდა მეყიდა. შევიძინე ესეთი დიდი რვეულები, წელს ესე გადავწყვიტე. ეს არის 3 მომზადების რვეული. მე ვემზადები ქართულში, ისტორიაში და ინგლისურში. ასევე მაქვს ესეთი 2 რვეული, ერთი ქართულის და ერთი მათემატიკის. ეს არის სკოლისთვის. სკოლაში გადავწყვიტე რომ საქმეები ერთად ჩავწერე, რომ ცალ-ცალკე აღარ ვაცრიო ყველაფრისთვის რვეული. და ესეთი 3 96 ფურცლიანი რვეული მაინც ყოველი შემთხვევაში უნდა გქონდეს. ასევე ვიყიდე ესეთი წებოვანი ფურცელი, ერთი, ეს რამეს მიწერა რომ მინდა ხოლმე უცებ ძალიან კარგი საშუალება არის. და მეორე ვიყიდე აი ესეთი გრძელი ფურცლები, ამაზე კარგად კეთდება კონსპექტები. ბიოლოგიაში ვიყენებდი წინა წელს კონსპექტებს ვიკარდი ხოლმე ამაზე და მე უკეთესად მომახსოვრდებოდა. ასევე ესეთი ჰაილაითერები ავიღე, რომელიც მეხსვარება ხოლმე რა ტექსტის დროს. ისე ძველებიც ვქონა შემორჩენილი, მაგრამ მაინც ახლებიც მაქვს. აი ესეთი წებოვანი სანიშნაების გამოყენება მიყვარს კიდევ ძალიან. ეს ახალი არ ამიღია წელს, იმიტომ რომ ორი წელი დარჩენილი მქონდა წინა წლიდან. ესეთი სათლელი ავიღე წელს, იმიტომ რომ სათლელი არ მაქვს ნორმალური. ასევე საშლელი ავიღე ახალი, ყოველ წელს მაინც ყოველი შემთხვევაში ახალ საშლელს ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს საშლელები, საშლელების მანია მაქვს იმენა. ესეთი კორექტორი ვიყიდე, ამას ძალიან კარგად ხმარობ ხოლმე ხალხო. წინა წლიდან კალმები დარჩენილი მაქვს და ამიტომ ბევრი არ მეყიდია. ესეთი 2 ლურჯი კალამი ვიყიდე და ერთი წითელი. მოკეთ, ეხლა ჩამომივიდა ნაწილი სკოლის ნივთების, რაც მინდოდა სკოლისთვის თემუდან და გაჩვენებთ. ხალხო ქართულიდან მოვედი და არ შეიმჩნიოთ ეს ჩემი ქოშინი. და ვნახოთ, ესე იგი მთავარ შემოვიტოვებ ბოლოსთვის. ესეთი ლანჩბოქსი გამოვიწერე. მოდი გავხსნათ. გარეთ და მე მგონი მაინც მიწევს. ხო და ხანდახან დიეტაზე ვარ ხოლმე, ვაიმე როგორ არის გადაფუთული. მოკლედ ხანდახან ვარ ხოლმე დიეტაზე რა, იმიტომ რომ სულ ახლა გარეთ რო ვჭამო ძალიან ის არის ხო ხვდებით, ჯერ ხარჯიანიცა და მე კიდე მაშინ ცომეული უნდა ვჭამო ხო და ამის გამო გამოვიწერე ლანჩბოქსი. კი მქონდა, მაგრამ ძალიან დიდ ადგილს იკავებდა და ეს არ დაიკავებს დიდ ადგილს. ანუ სიგანეში შეხედეთ, აი ესეთი არის რა, ადგილი ჭირდება, ისეთი არის რა. ეხლა ვნახოთ ჩანთას ბოლოსთვის ვიტოვებ. ესეთი პლენერი გამოვიწერე. აი ესეთი პლენერი არის. აქ არის დღეების მიხედვით, მოკლედ პატარა ცხრილივით მაქვს კიდევ კალენდარი და ლისტიც მაქვს კვირის განმავლობაში რა უნდა გავაკეთო და ტიჭკებსაც მოვნიშნავ. ესეთ რაღაცები ძალიან მიყვარს. თან ქალწული ვარ ზოდიაქოთი რომ იცოდეთ ისე სხვათა შორის. ჩემი პენალი და დედროპაცუკარი ძალიან მინდოდა. ეს აღარ მახსოვს რა იგი გამოწერე. პენალი მახსოვდა რა თქმა უნდა. შეგიძლიათ ჩამოკიდო კიდევაც. აი ხახმო ძალიან პატარა არის რა. ერთი ცალი ფანქარი და ერთი ცალი პასტა ჩაეტევა დღეს რაც მქონდა ზუსტად ქართულზე წაღებული. ცხვირზე მაქვს შავი წერტილები და მაგისთვის გამოწერე ესე. რო იქნება მობიშორო საბოლოოდ. ხო ეს როგორ აგიხსნათ, მუწუკების ჩასაცხრობი არის რა, უნდა დაიწება მუწუკებზე. ესეც საჭირო არის. თინეიჯერი ვიღაც გვეპატიება მუწუკები. ფოთლი გამოწერე, ხალხო კიდე ნახეთ რა საყვარელია. ვაიმე, იმედია ესეც პლასმასის გემოს არ მიიღებთ მოთა განმავლობაში, იმიტომ რომ ფოთლებს მაგის გამო ვერ ვხმარობ. თავისი ჩამოსაკიდებელიც მოყვა. აი ესეთი თეთრი საყვარელი ბოთლი არის, რომელსაც აწერია თავისი მილიგრამები. გადავდივართ მთავარზე. ხალხო ჩანთა. აი მზეზე ესეთი ჩანთა არის. სკოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდი. მადლობა ვინც ბოლომდე მიყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო.